თქვენ ვალდებულები ხართ, რომ დაიცვათ ენის სიწმინდე, მოუწოდოთ სხვასაც და გააგრძელოთ ენის დაცვა, როგორც ჩვენი წინაპრები იცავდნენ ხოლმე. მაია ივანიშვილი 119 სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და მეოთხე კლასის მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულს პატარა ასაკიდანვე უნერგავს. 14 აპრილის ღონისძიებები მათთვის ყოველთვის დატვირთული და მრავალფეროვანია. ჯერ კიდევ პირველ კლასში იყვნენ, როდესაც 14 აპრილს დედაენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მეორე კლასში კალიგრაფიის კონკურსი მოაწყვეს. მესამეში მაია მასწავლებელმა მოსწავლეებს ანბანის ისტორია გააცნო, თუ როგორ შეიქმნა მხედრული ენა და რომელი იარაღები გამოიყენეს მის შესაქმნელად. წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. ისაუბრეთ ქართულად. დაიცავით ენის სიწმინდე. ეს დღე ბროშურების დარიგებით დაიწყო. დაიცავით ენის სიწმინდე და ისაუბრეთ ქართულად. ესაა წელს 129 სკოლის მასწავლებლისა და მეოთხე კლასელი მოსწავლეების მთავარი გზავნილი. ენის სიწმინდის დასაცავად ჩვენ დავარიგებთ ბარბარიზმები, რომელიც ასე მყარად არის გამტკიცებული ჩვენს მეტყველებაში. ძირითადად ინგლისური ენიდან და ვირტუალური სამყაროდან შემოსული ტერმინებია, რომელიც ასე აღარიბებს ჩვენს ლექსიკას. შემდეგ ვეწვიეთ მედია ბიბლიოთეკას, რომელიც წიგნების სივრცე არის და გავამახვილეთ ყურადღება ქართული ენის მნიშვნელობაზე. ბროშურების დარიგების შემდეგ მედია ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს. აქ ბავშვებმა ნაცნობი ნაწარმოებები აღმოაჩინეს. შინაარსს ხმამაღლა იხსენებენ და ერთმანეთს პასუხებს ასწრებენ. ბიჭის სახურავზე თქვენ დღეს ისეთ საკითხს უნდა შევეხოთ და ისეთი რამ უნდა მოგიყვეთ, რომელიც რა გამოიარა ქართველმა ერმა მშობლიური ენის შესანარჩუნებლად და რატომ არის 14 აპრილი დედაენის დღე. მასწავლებელი ისტორიის გახსენებასთან ერთად მოსწავლეებს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულიდან ფრაგმენტებს უზიარებს. 1978 წელს 14 აპრილს კონსტიტუციაში ახალი კანონი შემოიტანეს, რომ სახელმწიფო ენა, ჩვენი ქართული ენა გაუქმებულიყო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ქართველები ამ აზრს შეეგუებოდნენ? ენა ჩემო დედავენა, შენ ვერო ნიჭოს ბოლა და ფრენა. დავშორი, მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა უთხარ, ყველა მოთავდა. მხოლოდ შენ უშკნობ შენს ხატებს, რა დრო რა დასცემ შენს უყდავს ხელს. ხოლო დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა ხურხურვალეთ. ხარმა მე ჩიქ ჩამდენეთ, ერის მეცვიდე ჭაპანი. ენას ქართულად აიდგამს და იტყვის აი იაო. იდიდე ციგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო. რატომ დაწესდა დედაენის დღე 14 აპრილს? რა გზა გამოიარა ქართველმა ერმა ჩვენი ენის შესანარჩუნებლად და ბავშვებს გარკვეულწილად ჩაუნერგეთ ის мотиваცია და ეროვნულობა, რომელიც წინაპრების გზა უნდა გააგრძელონ. ბავშვები თანაკლასელის ნახატებზე შექმნილ კომპიუტერულ თამაშსაც გაეცნენ, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ამ თამაშის ინსტრუქცია და დიალოგი ქართულ ენაზეა, კომპიუტერული ტერმინოლოგიის ქართული შესატყვისი სიტყვებით. რთული თამაში ასოებით შესახებ, რომელიც შევქმნით ჩემს შვილთან ერთად. ეს თამაში დავიწყეთ დაახლოებით 2 წლის წინ, Game Jam-ზე დაგვებოდა ამ თამაშის პროტოტიპის იდეა, დაახლოებით 48 საათში შევქმნით და შემდეგ ნელ-ნელა ხვეწავდით და გამოვუშვით სხვადასხვა პლატფორმებზე, Steam-ზე, iPhone-ში, Nintendo Switch-ზე. შარშან მაისში ასევე ჰქონდა წაღებული პოლონეთში Digital Dragons გამოფენაზე, სადაც უამრავმა ადამიანმა ითამაშა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ზოგადად ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გასვლითი გაკვეთილები, რადგან ერთფეროვანი გაკვეთილები მათთვის მოსაბეზრებელია. გაცილებით უფრო საინტერესოა, როდესაც სხვა უცხო გარემოში ხდება ინტეგრირება და ჩვენ განსაკუთრებით ამ დღეს ყოველ წელს ვეხმაურებით. მათი ინტერესებიდან გამომდინარე გეგმავ ყოველთვის ასეთ გაკვეთილებს, არაფორმალურ გარემოში მუშაობა არის უფრო ნაყოფიერი, უფრო ენერგიული, უფრო ჩართულები არიან ამ პროცესში და უფრო მეტ ინტერესს გამოხატავენ. ჩემი ლამაზი ქვეყანა, ჩემი სხვადასხვა აქტივობებით ბავშვებში ქართული ენის მნიშვნელობის გააზრება, გაცნობა, ამ სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია. ასეთია გასვლითი გაკვეთილების დატვირთვა. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წელს კიდევ უფრო უკეთ გაიცნეს ენის ისტორია და თანამედროვე გამოწვევები.